რა არის ინსულინ რეზისტენტობა, ესეც რო უთხრათ ჩვენს მოსახლეობას, ეს არის ინსულინის მიმართ ორგანიზმის გრძნობელობის დაქვეითება. ინსულინი რაზეა პასუხისმგებელი? ინსულინი არის გასაღებივით, ის უჯრედს გააღებს და გლუკოზა შედის უჯრედში. როდესაც უჯრედის ვერ უკავშირდება ის ინსულინი და კარს ვერ უღებს მარტივად რო ვთქვათ, აი ამ გლუკოზას, გლუკოზის კონცენტრაცია რჩება სისხლში მაღალი, უჯრედში დაბალი. უჯრედს შია მარტივად რო ვთქვათ, ამიტომ აგზავნის თავის ტვინში სიგნალს, რომ მას შია. შესაბამისად, მადაც უძლიერდება ადამიანს, ტკბილზე მოთხოვნილება აქვს, სულ რაღაცას ეძებს, ასე ვთქვათ, სმუსნაობის ხასიათზე არის და ამ დროს რა ხდება? სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია გლუკოზის რო არ მოხდეს, ორგანიზმი გადადის დამცველობით რეაქციაზე და ამ გლუკოზას მოკიდებს ხელს, წაიღებს ღვიძლში, ღვიძლი მას გადაამუშავებას ცხიმად და ჩაალაგებს ცხიმად. შესაბამისად, დღეს ვჭამთ, უჯრედში არ შედის, ცხიმში შედის, ხვალ, ზეგ და ესე გროვდება და უკვე რაღაც მაქსიმალურ კონდენციამდე რომ მივაქვს მდგომარეობა, შემდგომ უკვე შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 ვითარდება. მაგრამ ეს ცოტა მოგვიანებით პერიოდში ვითარდება.